გესალმებით, შემდეგი მოდელი არის Nocta The Legend. ერთ-ერთი ძლავრი მოდელი არის ეს მოდელი. საძიებო სიღრმე, როგორც წინა ვიდეოში ვთქვით, დამოკიდებული არის ბევრ ფაქტორზე. ღიად დამარხულ მონეტას ბეჭედს ეს მოდელი იპოვის დაახლოებით 30-15 სანტიმეტრზე პლუს მინუს გააჩნია ნიადაგს, გააჩნია მონეტასაც. ჩართვა გამორთვის ღილაკი არის ეს, მოდი გავთიშოთ ეხლა და ჩავრთოთ ხელახლა. როგორც Simplex Plus-ი ამ შემთხვევაშიც ვირჩევთ ველებს, ველი, ეზო, სანაპირო, ძირითადად ეს მოდელია. საკმაოდ კარგი სამუშაო არის ეს მოდელი ზღვის სანაპიროზე, რადგან მარილით მინერალიზებულ ნიადაგზე არ ყოლდება, განსხვავებით Nocta-ს სხვა ბევრი მოდელისგან. საძიებო სიღრმეზე გითხარით უკვე, ასევე Simplex Plus-ისგან განსხვავებით ამ მოდელს აქვს სკალა 0-დან 60-მდე, Simplex Plus აქვს 100-მდე და ამ მოდელზე თავიდანვე გათიშული არის რკინა. მოდი შევამოწმოთ სხვადასხვა ლითონებზე. შესაძლებლად გვაქვს რკინა, ლატუნი, ვერცხლის ბეჭედი და ოქროს ორი სხვადასხვა ბეჭედი. დავიწყოთ. შევარჩიოთ ველი. რკინა გათიშული არის, ეხლა რკინის ჩართვა მარტივად ხდება აი ამ ღილაკით. ეხლა ჩართულია რკინა. გათიშულია. ნახოთ, ყველა ჩართულ ლითონზე როგორ სიგნალებს მივიღებთ. რკინაზე გვაძლევს 10-მდე სიგნალს, ხმა ისევ განსხვავებულია, რა თქმა უნდა. შემდეგი არის ლატუნი. შემდეგ ვცადოთ ვერცხლი. და ორი სხვადასხვა სინჯის ოქრო. ყველაზე ხშირად მოგცემს 20-დან 30-მდე სიგნალს და იშვიათ შემთხვევებში 40-დან 50-მდე შუაგულში. გავთიშოთ რკინა. ამ შემთხვევაში სუფთა რკინაზე აღარ მოგცემს სიგნალს, მაგრამ მინერალიზაცია მარტო სუფთა რკინა იშვიათად არის, ყოველთვის აქვს რაღაცა მინარევი. მაგრამ რკინის სიგნალს აღარ ვიღებთ. კიდევ ერთხელ. გრძნობელობის სარეგულირო პლუს მინუსი მარტივად. იმის დამიხედვით სად ეძებთ, რას ეძებთ, დავაყენებთ ამას ინდივიდუალურად. მაქსიმალური გრძნობელობა აქვს 30. Pinpoint-ის ფუნქცია იგივენაირად აქვს. ვაწვევით სამიზნეს ღილაკს, არ უშვებთით. მენიუს რაც შეეხება, საკმაოდ მარტივი მენიუ აქვს ამასაც, ძირითადად რაც შეიძლება დაგჭირდეთ. მონიტორი. თუ წყალში იყენებთ, ვიბრაციის სხვადასხვა დონეები აქვთ, ხმაც ექნება და ვიბრაციაც. აქვს განათება რასაკვირველია. Legends ზოგიერთ კომპლექტაციას მოყვება Bluetooth ყურსასმენი და ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამდენ ხანს უმუშავია, თუ აპარატ შეიძენთ, ბოლო ფუნქციაში ნახავთ, ახლა ეს მოწყობილობა არის 3 დღის და 2 საათის განმავლობაში ნამუშევარი. ეს არის ზედაპირული განხილვა ამ მოდელის დამწყებისთვის, იმისთვის რომ ჩართოს და მარტივად იმუშაოს. არის ძლავრი მოდელი, როგორც თავიდანვე გითხარით, Simplex Plus-თან შედარებით მაგალითად. რასაკვირველი არის წყალგამომტარი დაფაც ბორტკომპიუტერით 5 მეტრის სიღრმემდე უძლებს წყლისნებას და კარგი არის, როგორც თავიდანვე გითხარით, ზღვის სანაპიროზე სამუშაოდ.